დაკავებულია სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი გივი წულეისკირი ინფორმაციას სამთავრობო TV იმედია ავრცელებს. მათი ცნობით საქმე ეხება მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტებს. კომპანიის მიერ დაზარალებული მოქალაქეები აქციებს თვეების განმავლობაში მართავდნენ. სფერო ჰოლდინგმა მომხმარებლებისგან საცხოვრებლის უზრუნველყოფის სანაცვლოდ თანხა აიღო, კონტრაქტის ვადის ამოცურვის შემდეგ კი ფული აღარ დააბრუნა. თბილისის მთავარი ნაძვის ხელს რუსთაველის გამზირის ნაცვლად რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება. მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე 8 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. ქვეყანაში ინსულინის კრიზისია, განცხადება დღეს ფედერალისტების ლიდერებმა, ექიმებმა ზურა სიხარულიძემ და ვახო კალოიანმა გააკეთეს. მათი თქმით, ინსულინის კრიზისმა საფრთხის წინაშე დააყენა დაახლოებით 1700 ბავშვი. ამის მიზეზად კი მედიკოსები სამსახურების ტექნიკურ გაუმართავობას ასახელებენ და სამინისტროს პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. დავასკვენით, რომ ტრამპის სიტყვით გამოსვლის რედაქტირება ძალადობრივი ქმედებებისკენ პირდაპირ მოწოდების შტაბ-ჭრილებას მართლაც ქმნიდა. BBC ამერიკის პრეზიდენტს ბოდიშს უხდის. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტიმ დეივი BBC-ს გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგა. ლუკოილმა ამერიკის სანქციების გამო ერაყის უდიდეს საბადოზე ფორს-მაჟორული მდგომარეობა გამოაცხადა. დასავლეთ კურნა 2 საბადო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და ლუკოილის ყველაზე ღირებული უცხოური აქტივია.